გამარჯობა, მე ვარ ნიკოლოზი, TBC კაპიტალის გლობალური ბაზრების კვლევების გუნდის წევრი. დღეს ჩემთან ერთად იმყოფება რატიცი კლაური, ასევე TBC კაპიტალის გლობალური ბაზრების კვლევების გუნდის უფროსი ანალიტიკოსი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო, აქტუალურ და ცხელ თემაზე ტარიფების შესახებ. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ საპასუხო ტარიფებთან დაკავშირებით, რაზე გავლენა იქონია მაკროეკონომიკაზე, გლობალურ სავაჭრო ომებზე, გეოპოლიტიკაზე და რა თქმა უნდა სხვა აქტივთა კლასებზე, განსაკუთრებით აქციების ბაზრებზე. რატი, მოდი დავიწყოთ მიმოხილვით, როგორ მოვედით აქამდე, რა გზა გავიარეთ და სად ვართ საერთოდ. გამარჯობა, მადლობა ნიკოლოზ წარდგენისთვის. პირველ რიგში ალბათ უნდა დავიწყოთ საუბარი იმაზე, რატომ გახდა ტარიფები აქტუალური პირველ რიგში, რატომ მოვედით აქამდე სადაც ახლა ვიმყოფებით და ამისთვის ალბათ საჭიროა რომ მიმოვიხილოთ დონალდ ტრამპის უკვე ამჯერად მეორე ვადით შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეკონომიკური და პოლიტიკური ფილოსოფია. პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი იმითი, რომ ჯერ კიდევ პირველი ვადის დროს დონალდ ტრამპი ძალიან აქტიურად იყენებდა ტარიფებს, მაშინ იმ დონით ვერ გამოიყენა და იმ დოზით, როგორც ეხლა იგეგმება და როგორც უკვე განხორციელდა, თუმცა მაშინვე ის ძალიან თამამად აცხადებდა, რომ ტარიფები იყო ქვაკუთხედი მისი ეკონომიკური პოლიტიკის და მაშინ უკვე დაუწესა ტარიფი სხვადასხვა ქვეყანას და ამ პერიოდშიც უკვე მეორე ვადით არჩევამდეც მისი წინა საარჩევნო კამპანიის დროს ის საუბრობდა, რომ ტარიფები არის ის, რაც გადაარჩენს, ეგრე ასე ვთქვათ, შეერთებულ შტატებს მისი სიტყვები რომ გამოვიყენოთ. რატომ ფიქრობს დონალდ ტრამპი ასე? ამის გასაგებად ალბათ ჯობია რომ დაუბრუნდეთ რამდენიმე ათეული წლით წინ რეალურად საქმე იმაშია რომ მე-19 საუკუნის ბოლოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი უილიამ მაკკინლი იყო ცნობილი იმითი რომ მას ეძახდნენ ტარიფთა მეფეს და თავის თავსაც მოიხსენიებდა ის ასე და ეს ადამიანი უილიამ მაკკინლი არის ტრამპის ესე ვთქვათ როლური მოდელი კი იმით თვალსაზრისით რომ ეს ადამიანი უილიამ მაკკინლი ცნობილი იყო ძალიან მაღალი ტარიფების დაწესებით და ამ პერიოდში დაემთხვა და მე ამ სიტყვას ხაზგავს რომ დაემთხვა რომ არ გულისხმობს აუცილებლად მიზეზშედეგობრიობას, მაგრამ დაემთხვა ამ პერიოდში რომ შეერთებული შტატების შემოსავალი, ფედერალური შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ფედერალურ ხარჯებს და ასევე ინდუსტრიამ, ადგილობრივმა ინდუსტრიამ, ასე ვთქვათ, დიდი განვითარება და წარმატება იხილა. შესაბამისად, დონალდ ტრამპისთვის ეს სატარიფო პოლიტიკა მაშინ გატარებულია ბევრ ქვეყანაზე დაწესებულ ძალიან მაღალ ტარიფს გულისხმობდა, წარმოადგენს რაღაც გვარ გასაღებს შეერთებული შტატების ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამიტომ ეს ადამიანი დონალდ ტრამპი ხშირად ადარებს თავს უილიამ მაკკინლის და არ მალავს რომ ის არის მისი როლური მოდელი. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, ანუ რა კუთხით ცდილობს ის რომ გამოიყენოს ტარიფები, რატომ არის ტარიფები მისი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი? პირველი ალბათ უნდა ხაზი გაესვას იმას, რომ ეს არის ფედერალური ბიუჯეტის შევსება, ჩვენ კარგად მოგვიხსენებათ, რომ შეერთებული შტატების საგარეო ვალი და ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი არის ისტორიულად სრულ მდგომარეობაში, ესე რომ ვთქვათ, რაც მოითხოვს როგორც რესპუბლიკური პარტიის, ასევე დემოკრატების მხრიდან ძალიან აქტიურ ჩარევას და ამ თემას ჭირდება მოგვარება გარკვეული აზრით და განსხვავებულ პოლიტიკოს, განსხვავებულ პრეზიდენტს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპის შეხედულება გულისხმობს იმას, რომ ტარიფები, რომელსაც ის დააწესებს ქვეყნებს, გაუწესებს ქვეყნებს და ამ ტარიფების მიღებული შემოსავალი მას დაეხმარება ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შევსებაში. ეს არის ნომერი პირველი, რასაც ის აქტიურად საუბრობს რისთვისაც აწესებს ტარიფებს. და ტარიფი გულისხმობს სწორედ მაგას, რომ სხვა ქვეყნიდან შემოსულ საქონელს გადასახადს დააკისრებს და ეს გადასახადი წავა ბიუჯეტში და სწორედ ამას გულისხმობს, როცა ვამბობთ, რომ ბიუჯეტს შეავსებს. მეორე მხრივ, ტრამპი აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ გლობალიზაციამ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამდგარმა დღის წესრიგმა გაიტანა შეერთებული შტატებიდან სამუშაო ადგილები, ინდუსტრიები გადავიდნენ შედარებით ისეთ ქვეყნებში, სადაც შრომა უფრო იაფია, ამიტომ გარკვეული თვალსაზრისით ტრამპი ხშირად იყენებს ხოლმე ამ ტერმინს, რომ ესე ვთქვათ, დაიცალა ქარხნები, რომლებიც ერთ დროს ძალიან აქტიურად მუშაობდა შეერთებულ შტატებში. ამის გამო ის ცდილობს, რომ ტარიფების დაწესებით უბიძგოს ქვეყნებიდან გამოსვლისკენ იმ კომპანიებს, რომლებიც თავის დროზე ამერიკა დატოვეს და გადავიდნენ სხვა ქვეყნებში და იქ დაიწყეს წარმოება, უბიძგოს, რომ დაბრუნდნენ უკან შეერთებულ შტატებში და აქ გახსნან ისევ ქარხნები, ან არსებული ქარხნები გააფართოვან, უფრო მეტი ადამიანი დაიქირავონ და ასე შემდეგ, რაც ფაქტობრივად ამერიკის
ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას, გაძლიერებას და აღორძინებას უნდა მაგრამ ასე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ძალიან დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული კომპანიების ხარეს, იმიტომ რომ თავის დროზეც ძირითადი მიზეზი რატომაც გადავიდა მაგალითად რავი ინდოეთში, ჩინეთში, კამბოჯაში და სხვა ესეთ ქვეყნებში წარმოება იყო იაფი მუშახელი და რა თქმა უნდა ისეთი გაწვრთნილი მუშახელი, რომელთაც შეეძლო ეს სისტემატური საქმეები ძალიან მარტივად და სწრაფად ეკეთებინა. აბსოლუტურად გეთანხმები ნიკოლოზ, თუნდაც იგივე ძალიან კაი მაგალითი გქონდა, Nike რო წარმოვიდგინოთ, რომელიც გავიდა კამბოჯაში და იქ კერავს ბოტას, ეს გააკეთა, იმიტომ რომ ეს იყო ხარჯი ეფექტური, ხო? და იგივე თქვათ, რომ წარმოვიდგინოთ სცენარი, სადაც Nike-ს გადმოაქვს უკან წარმოება შეერთებულ შტატებში, სულ ყველაზე მინიმუმ ეს გამოიწვევს ბოტასის მნიშვნელოვან გაძვირებას, ხო? და ისევე ხარჯების ზრდას Nike-ისთვის, რომელიც მომგებიანობა შემცირდება ასეთ შემთხვევაში. რა, ასევე რომ ვახსენოთ, ეს ტარიფები როგორ დადგინდა, რა პროცესი იყო, საერთოდ 2 აპრილს რო შევეხოთ, რა გამოცხადდა და კონკრეტულ დეტალებს შევიდეთ. მე ალბათ ჯობია მაშინ პატარა მიმოხილვასავით გავაკეთებ, როგორ წავიდა. 20 იანვარს შევიდა 21 იანვარს ტრამპი ოვალურ ოფისში და ოფიციალურად ესე ვთქვათ გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მაგ პერიოდიდან დაწყებული ფაქტობრივად უკვე პირველივე კვირაში მან დაიწყო აქტიურად ხელმოწერა ისეთ განკარგულებებზე, რომლებიც ტარიფებს ეხებოდა. ამ პერიოდში ანუ იანვრიდან დღემდე ჩვენ რაც ვნახეთ იყო არაერთი ქვეყნის მიმართ დაწესებული არაერთი განსხვავებული ტიპის ტარიფი, ჩვენ გვქონდა კანადისა და მექსიკისთვის დაწესებული 25%-იანი ტარიფი, რომელიც ტრამპმა გაამართლა იმით, რომ ეს ქვეყნები არ ცდილობენ საზღვრების კარგად გაკონტროლებას, გვქონდა მიგრანტების კრიზისი, გვქონდა ფენტანილის ტრაფიკინგი კანადიდან და ტრამპი ხშირად იმეორებდა, რომ ამ ტარიფებს მე ვიყენებ იმისთვის, რომ ვაიძულო ეს ქვეყნები, რომ გაამკაცრონ თავიანთი საზღვრის კონტროლი, თუმცა მალევე შეზღუდა ეს ტარიფი, დააპაუზა ეს ტარიფი მოლაპარაკებების მიღწევის მიზნით. ჩვენ ასევე გვქონდა ტარიფი 25%-იანი ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ყველა ქვეყნიდან, რომელიც სხვა შორის 2018 წელსაც შემოიღო ტრამპმა, მაგრამ მაშინ იყო შედარებით ბევრი გამონაკლისი არსებობდა. წელს გამონაკლისები აღარ გვაქვს, ეს ტარიფი ყველას ეხება და ასევე გვქონდა 25%-იანი ტარიფი ავტომობილების იმპორტზე, რომელიც არ არის გაკეთებული. იგი ავტომობილები, რომელიც შემოდის სხვა ქვეყნიდან, არ არის წარმოებული შეერთებულ შტატებში. თუმცა ამ თელს ორომ ტრიალში, რაც გვქონდა იანვრიდან დღემდე, თურმე მთავარი არ იყო მომხდარი, მთავარი გამოცხადება სატარიფო პოლიტიკის არ იყო, ეს იყო რაღაც შესავალი პრელუდია, რაც 2 აპრილამდე ხდებოდა თურმე, რაც ჩამოვთვალე ახლა და 2 აპრილს, რომელიც ტრამპმა თავად ესე ვთქვათ დაასახელა როგორც ეგრეთ წოდებული განთავისუფლების დღე, Liberation Day, მან გამოაცხადა სრული თავისი ესე ვთქვათ ბოლომდე გამოაცხადა პოლიტიკა როგორი იქნება შეერთებული შტატების და ეს იყო ძალიან ესეთი არნახული, შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ამ დეკადაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პოლიტიკური მოვლენა, რასაც მოვესწარით 2 აპრილს და ეს რაც გულისხმობდა, ეს მოვლენა იყო ეგრეთ წოდებული საპასუხო ტარიფები, როგორც ჩვენ შესავალში აღნიშნა ნიკოლოზ და ეს სატარიფო პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია აღიქვამ შეერთებული შტატების პოზიციას როგორც გამოყენებულს, თითქოს სხვა ქვეყნები შეერთებულ შტატებს ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში, შეიძლება ითქვას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულ შტატებს იყენებდნენ და შეერთებული შტატები იყო ესე ვთქვათ უფრო ცუდ მდგომარეობაში, ნაკლულ მდგომარეობაში და ამ მდგომარეობას ჭირდება გამოსწორება. და ვითომ ესე ვთქვათ ტრამპის თავარი ლაიტმოტივი იყო ის, რომ ამერიკისთვის სხვა დაებრუნებინა ის დიდება, როდესაც აი ინდუსტრიული რევოლუციის დროს გააჩნდა ესე ვთქვათ ამერიკას, ხო? და როგორ აკეთებს ახლა ამას ტრამპი. ამ ძალიან უცნაური კალკულაცია იყო სხვა შორის იმ ტარიფებისა, რაც ვნახეთ და ვიტყვი ამასაც დაახლოებით მნიშვნელოვან რეგიონებზე რა ტარიფები დაწესდა, მაგრამ ძალიან უცნაური იყო კალკულაცია. ტრამპის ადმინისტრაციამ გააკეთა ეს რაღაცა. აიღო სავაჭრო დეფიციტი, რომელიც მას აქვს ქვეყნებთან და სავაჭრო დეფიციტი მაინც მსმენელისთვის რო განუმარტოთ წარმოადგენს განსხვავებას ექსპორტსა და იმპორტ შორის და შეერთებულ შტატებს ბევრ ქვეყანასთან აქვს მაგალითად სავაჭრო დეფიციტი, რაც ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უფრო ბევრს ყიდულობს ამ ქვეყნებისგან, ვიდრე ყიდის ამ ქვეყნებში. შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაციამ წაიღო ეს ქვეყნები, რომლებთანაც მათ სავაჭრო დეფიციტი ჰქონდათ, გამოითვალა პროცენტი, ანუ ჯამური იმპორტის რა პროცენტი იყო ეს სავაჭრო დეფიციტი და შემდეგ თქვა, რომ იმის გამო, რომ ჩვენ ვართ, არ ვიცი ეს სიტყვა გამოიყენოთ, კეთილები, ან რბილად ვუდგებით ამ საკითხს, ტრამპის სიტყვებს ვციტირებ ახლა მე, შუაზე გაყო ეს პროცენტული ნიშნული, რაც მიიღო და თქვა, რომ ჩვენ აი ამ საპასუხო ტარიფს დავუწესებთ ამ ქვეყნებს. და აი მაგალითი რომ მოვიყვანო ერთი ტრამპის გამოთვლით, ანუ სავაჭრო დეფიციტის კალკულაციით, პროცენტის კალკულაციით, დაახლოებით
100%-ამდე დაითვალა, რომ ჩინეთი ვითომ ბეგრავს შეერთებულ შტატებს და ამაში მოიაზრებაა ტრამპის თქმით, როგორც ტარიფი, ასევე არამონეტარული ბარიერები და რეალურად წარმოადგენს როგორც ახსენის სავაჭრო დეფიციტის პროცესს. გაიყო მერე შუაზე და დაუწესდა ჩინეთს რაღაც. აი მაგალითად რო ვთქვათ, რა დაახლოებით 235 მილიარდი ქონდა დეფიციტი, როგორც მახსოვს, ესე ვთქვათ, ამერიკასა და ჩინეთს შორის ექსპორტი შეადგენდა დაახლოებით 490-მდე, დაახლოებით ესე 68%-მდე დადგინდა და შემდგომ ეს გააყოვეს ესე ვთქვათ 2-ზე, მიიღეს 34% დადგენილი ტარიფი და ისიც რო ვთქვათ, რომ ეს არათუ ესე ვთქვათ 34% იქნება ეხლანდელი ტარიფი, ეს დაემატება უკვე არსებულ 20%-ს, რომელიც მადლობა ამ შენიშვნის ნიკოლოზ, 20%-ს, რომელიც 2 აპრილამდე დაუწესა ტრამპმა ჩინეთიდან შემოსულ იმპორტებს. ამიტომ ჯამურად როგორც ჩვენ აღნიშნეს, იგი 54%-ზე ვლაპარაკობთ, რომელიც დაემატება ჩინეთიდან შემოსულ საქონელს და სწორედ აი ეს ტარიფები, რომელიც მათ შორის ბარემ თქვათ ალბათ, რადგან ჩინეთი ვახსენეთ, ევროკავშირში დაუწესდა 20%-იანი საპასუხო ტარიფი ამ კონტექსტში, იაპონიას დაუწესდა 24%-იანი ტარიფი და კიდევ უამრავი ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, რომელსაც არ აქვს დიდი სავაჭრო დეფიციტი შეერთებულ შტატებთან და მას დაუწესდა მხოლოდ 10%-იანი ტარიფი. ეხლა რაც შეეხება 10%-ს, ეს არის გარდა ამ საპასუხო ტარიფისა, რომელზეც ვისაუბრეთ და ამ კალკულაციის გზაზე ცოტა უცნაურ კალკულაციის გზაზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ თუ ვამბობთ და ტრამპი თუ ამბობს, რომ ჩინეთს უწესებ 34%-იან საპასუხო ტარიფს, ამაში ალბათ ჩვენ გვეგონებოდა, რომ ჩინეთსაც აქვს მისთვის 34%-იანი ტარიფი დაწესებული. რაც ესე არ არის, როგორც ვამბობ, გამოთვლილი ეს არის, როგორც ნიკოლოზმა აგვიხსნა ახლა, გამოთვლილი ეს არის იმითი, რომ ესე იგი აღებული არის სავაჭრო დეფიციტი, როგორც ჩვენ გითხარი. ეხლა რაც შეეხება იმას, გარდა საპასუხო ტარიფებისა, ასევე 2 აპრილს გამოაცხადა ნიკოლოზ 10%-იანი საბაზისო ტარიფი ტრამპმა, რაც გულისხმობს ყველა ქვეყნიდან ყველანაირ იმპორტზე 10%-იანი ტარიფი. მე როგორც ახსოვს 60 ქვეყანა იყო, რომელსაც 20%-ზე მეტი დაუწესა სატარიფო ტარიფი. კი, და 60 ქვეყანამდე იყო დიახსოვს და დანარჩენი ყველა ქვეყანას დაეწესა 10%-იანი. ძალიან საინტერესო იქნება, ესე ვთქვათ, რომ აღწეროთ თვითონ დონალდ ტრამპის ესე ვთქვათ პერსონაც, რამდენად ესე ვთქვათ რეალისტური გრძელვადიანი გონია, შენი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ესე ვთქვათ ტარიფები რო გაგრძელდება, იმიტომ რომ თავის დროზე ეს ტარიფები მიიჩნეოდა მოლაპარაკების ხელსაწყოდ, ხო? ესე ფიქრობდნენ ეკონომისტები, ესე მიიჩნევდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ის სხვა რეალობის წინაშე დადგა მთელი ესე ვთქვათ გლობალური სამყარო. და ასევე მნიშვნელოვანი იქნება კიდე ერთ თემაზე რო ვისაუბროთ, რომ ამ ტარიფებს გლობალურ ეკონომიკაზე რაზე გავლენა და ეს რო ჩავშალოთ. მადლობა ნიკოლოზ, ძალიან საინტერესო კითხვა არის. პირველ კითხვას დაუბრუნდები, რას ველოდებით მომავალში. შენ ძალიან სწორად აღნიშნე ის, რომ ტარიფებს ხშირად დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იყენებს მოლაპარაკების ინსტრუმენტებად. ეხლა ორი სიტყვით რო თქვა, როგორი იყო ზეგავლენა და როგორი იყო გამოხმაურება სხვა ქვეყნების მათ შორის, მინდა გამოვყო იაპონია, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი და რაც მთავარია ალბათ გლობალური მსოფლიოს ბაზრებისთვის ევროკავშირი, მათი პასუხი ამაზე იყო მოზომილი და არა აგრესიული. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ეს იყოს სწორედ ჩანაფიქრი ტრამპის ხელისუფლების ამაში, არ გამოურიცხავთ, რომ სინამდვილეში საბოლოო მიზანი იყო ამ ქვეყნების მოლაპარაკების მაგიდასთან მოყვანა და შეერთებული შტატებისთვის მომგებიან გარკვეულ მოლაპარაკებაზე დაყოლიება, იმიტომ რომ ეს ქვეყნები, რომლებიც ახლა მე ჩამოთვალე, უკვე აცხადებენ მზაობას, რომ ვილაპარაკოთ, განვიხილოთ, არ გვინდა რომ ეს ტარიფები დაწესდეს და იქნებ ორმხრივად სასარგებლო შეთანხმებას მივახცევთ. ამიტომ შენი კითხვა, რომელიც მართლაც ძალიან საინტერესო არის, რას ველით მომავალში, შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ ეს ტარიფები ამ სიმძიმით არ შენარჩუნდეს და ყოველ შემთხვევაში ისტორიულად შეერთებული შტატების მეგობარი ქვეყნები ვინც არიან, იმათთან მაინც დაიდოს რაღაც ხელშეკრულებები ისეთი, რომ ეს ტარიფები შემცირდეს და გაგრძელდეს ეგრეთ წოდებული თავისუფალი ვაჭრობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაც ვიხილეთ ასევე. და ასევე დავძენ იმასაც, რომ ტრამპმა გამონაკლისის სახით დაუშვა კანადასა და მექსიკას არ დაუწესდა ეს საპასუხო ტარიფები, რაც ალბათ მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ მეზობლები არიან და ეს ესე ვთქვათ უახლოესი ურთიერთობები დაინდო ესე ვთქვათ დონალდ ტრამპმა. ამიტომ გვაქვს მოლოდინო შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობები ესე ვთქვათ დარბილდეს, შერბილდეს და ბევრმა ქვეყანამ მზაობა გამოაცხადოს, რომ რაღაც დათმოს რაღაცის სანაცვლოდ. შენ ასევე ახსენე ეკონომიკური გავლენა, სამწუხაროდ აქ ოპტიმიზმი შედარებით უფრო შემცირებული გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ორი ვარიანტი გვაქვს ნიკოლოზ, ერთი ვარიანტი ის არის, უნდა ვიმსჯელოთ, რომ ტარიფები როგორც დაწესდა, ესე გაგრძელდება და მეორე ვარიანტი არის, რომ ეს ტარიფები შეიცვლება. რაზეც სამწუხაროდ მსჯელობა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ არ ვიცით, როგორ შეიცვლება ეს ტარიფები, არ ვიცით რა მოლაპარაკებები შეიძლება შევიდნენ მხარეები, მაგრამ მაგალითად აქვე დავძე, რომ ჩინეთი არ აპირებს მოლაპარაკებას და ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გამოცხადებიდან მეორე დღესვე უკან
დაუბრუნა 34%-იანი ტარიფი. ამიტომ იგივე ძალიან რთული სათქმელი არის როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ეკონომიკაზე როცა ვსაუბრობთ, მე მინდა რომ და თავისუფლებას მივცემ რომ ვისაუბრო არსებული მომენტით როგორც არის ახლა ტარიფები გაცხადებული, ამ სიტუაციაში რა შეიძლება ველოდებოდეთ. OECD-ის კვლევით მინდა დავიწყო ამ არსებული სატარიფო პოლიტიკის გამო უკვე ჩატარდა არაერთი კვლევა და გვაქვს მოლოდინი რომ მსოფლიოს ეკონომიკა იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული ამ და მომდევნო წლის განმავლობაში, იმიტომ რომ გლობალიზაციის სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენ და ფაქტურად 60 ქვეყანაზე მეც დაუწესა ტარიფები, ამიტომ მთელ მსოფლიო იქნება ჩართული ამაში და ტარიფები რეალურად სხვა არაფერია თუ არა გადასახადი ეკონომიკურ აქტივობაზე, გადასახადი ვაჭრობაზე, რაც ამცირებს ამ ვაჭრობას, ამცირებს მომხმარებლების ყიდულობა უნარიანს და ამცირებს ბიზნესების სტიმულს, რომ საქმე აკეთონ. ამიტომ შემცირება ეკონომიკურ აქტივობაში გვექნება ყველა ვარიანტში და ეს OECD-ის კვლევაშიც დასტურდება, რომ 1%-ით და უფრო მეტითაც შეიძლება ზოგიერთ რეგიონში შემცირდეს მთლიანი შიდა პროდუქტი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე ამას გარდა გვაქვს კვლევები, რომლებიც მიგვითითებს, რომ ევროზონის ეკონომიკური ზრდა იქნება შენელებული და მე ასევე საინტერესო ფაქტი მინდა გითხრა, მთლიანი ევროზონის ექსპორტი შეერთებულ შტატებში წარმოადგენს 3%-ს მთლიანი შიდა პროდუქტის და ეს საკმაოდ მაღალი რიცხვი არის, როცა ვლაპარაკობთ ამ ექსპორტების ფაქტურად კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე და ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი არის ევროზონისთვის შეერთებული შტატები. ამიტომ ამ ფონზე ძალიან დიდ გამოწვევებს ველოდებით ევროპისთვის. არსებობს კვლევები, რომლებიც მიგვითითებენ, რომ შეიძლება 1 სრული პროცენტული პუნქტით დაეცეს ევროზონის ეკონომიკური ზრდის ტემპი მიმდინარე და მომავალ 2026 წელს. ანალოგიურად ჩინეთზე ვისაუბრებ, როგორც დიდ რეგიონზე, სადაც გვაქვს ისედაც ძალიან შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, შიდა მოხმარება ჩინეთში ძალიან დაბალია და ჩვენ ალბათ მსმენელსაც ეცოდინება, რომ ჩინეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობდა რომ დაიცვას საკუთარი ინდუსტრია, აქტიურად ცდილობს დაეხმაროს მოხმარების დას, იმიტომ რომ კოვიდის შემდეგ ძალიან რთული ეკონომიკური ვითარებაა ამ ქვეყანაში და არსებობს მოლოდინი რომ აი ეს სატარიფო დაპირისპირება და იმის ფონზე რომ ჩინეთი ექსპორტიორი ქვეყანაა და შიდა მოხმარების შემცირების ფონზე თავი ამ ქვეყანას გააქვს, იმიტომ რომ ექსპორტს ასე ვთქვათ აქტიურებს და ეხლა თუ ექსპორტების გააქტიურება გართულდება ამ სატარიფო პოლიტიკის ფონზე, ბევრად მეტი პრობლემა შეიქმნება. ამის გამო ჩინეთში ველოდებით უფრო დიდ ზიანს რეალურად ველოდებით რომ 2% პუნქტით შეიძლება შემცირდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი წლის ბოლომდე და ამას ემატება ისიც რომ გვექნება მოლოდინი უახლოეს პერსპექტივაში, მე ვსაუბრობ მეორე კვარტალზე რეალურად ჩინეთი ალბათ გამოაცხადებს უფრო მეტ ფისკალურ და მონეტარულ სტიმულს თავისი ინდუსტრიების დასაცავად, ეს უკვე ვიხილეთ ჩვენ გასული წლის შემოდგომაზე და ახლაც გვექნება ეს მოლოდინი რომ გამოცხადება როგორც მონეტარული სტიმული 1% განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით, ისე ფისკალური სტიმული, რაც უშუალო ფინანსურ დახმარებას იგულისხმებს მთავრობის მხრიდან. ამ ფონზე რა ხდება შეერთებულ შტატებში, ამას ვიტყვი. ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების მიმართ ზრდის შემცირება ისედაც იგეგმებოდა 2024 წელი ძალიან ასეთი ვარსკვლავური ზრდა დააფიქსირა 2024 წელს შეერთებულმა შტატებმა და ჩვენისაც ჰქონდა მოლოდინი რომ 2025 წელს აღარ განმეორდებოდა იგივე, მაგრამ სატარიფო პოლიტიკის აი ამ სატარიფო ბოლო 2 აპრილის სატარიფო პოლიტიკის გამოცხადების შემდეგ ბევრად უფრო ნეგატიური გახდა უკვე მოლოდინები დიდი კვლევითი ორგანიზაციების და რბილად რო ვთქვა შემცირებას ველოდებით, განახევრებას ველოდებით ეკონომიკური ზრდისას ყველა ვარიანტში, თუმცა არ გამოურიცხავთ უკვე რეცესიასაც, იმიტომ რომ ბევრი კვლევითი ორგანიზაცია მაგალითად 35-40-45%-იან ალბათობასაც კი ანიჭებს იმას, რომ წლის ბოლომდე რეცესია მატერიალიზდეს. თქვათ, რომ ბოლო 1-2 კვირაში გაიზარდა სერიოზულად ეს ალბათობები, ხო? დიახ, ზუსტად ბოლო 1-2 კვირაში ნიკოლოზ, ზუსტად ამის გამო რაც საშუალოდ 20% იყო რეცესიის ალბათობა და უცბად 50-60%-მდე. კი ბატონო და ნამდვილად ესე არის და უკვე როცა ვლაპარაკობთ იმაზე რომ იქნება თუ არა რეცესია, ხო 6 თვის წინ საუბარი იყო რომ არ იქნება, 1 თვის წინ საუბარია შეიძლება იყოს და უკვე საუბრობთ რომ 50-50-ია იქნება თუ არა. ანუ ეს ძალიან გართულება არის ამ ამბის. ეკონომიკური ზრდის ტემპიც ძალიან დაცემული არის უკვე მოლოდინები და კიდევ ერთხელ მე მსმენელისთვის მინდა ხაზი გავუსვა ნიკოლოზ რომ ჩვენ რასაც ვამბობთ ეხლა რეალურად გულისხმობს რომ ტარიფები რომ ამ დონეზე დარჩეს როგორც გამოცხადა 2 აპრილს, რისი ჩვენ იმედიც გვაქვს
რომ ესე არ იქნება და მოლაპარაკების მაგიდასთან დაждდებიან მხარეები და შეამცირებენ, მაგრამ თუ ესე გაგრძელდება ამერიკის ეკონომიკაზე, ამას ძალიან ნეგატიური გავლენა ექნება. ინფლაციას რაც შეეხება, გვაქვს ორმხრივი ეფექტი, ჩვენ ალბათ მოგვეხსენება კარგად, რომ ტარიფები ზრდის ფასებს, იმიტომ რომ ტარიფი არის იმპორტირებულ საქონელზე დამატებული გადასახადი და ანუ ესე ვთქვათ, რეალურად ორ ცეცხლის შუა შეიძლება აღმოჩნდეს შეერთებული შტატები და მათ შორის ფედერალური რეზერვი, რომ ერთი მხრივ გქონდეს შემცირებული ეკონომიკური ზრდა და მეორე მხრივ გქონდეს გაზრდილი ფასები პროდუქტზე ტარიფების გამო. ანუ არა მხოლოდ ეკონომიკა შენელდეს, არამედ მოსახლეობის მსყიდველობა უნარიანობა შემცირდეს, იმიტომ რომ პროდუქტები უფრო ძვირი იქნება. რას იზამს ამ დროს ფედერალური რეზერვი, რა იქნება მონეტარული პოლიტიკა შეერთებული შტატების რთული სათქმელია. ორი სცენარი გვაქვს ამ შემთხვევაში. პირველი სცენარი არის ის, რომ ეკონომიკური ზრდა შენელდება იმ დონეზე, რომ ინფლაციის მიუხედავად, რომელსაც როგორც გითხარი, გგონია, რომ მაგალითად ეხლა დაახლოებით 3%-ზე ქვევით არის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციას ვლაპარაკობ და არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლომდე 4 და 4.5%-საც აარტყას ამ გლობალური კვლევით ორგანიზაციებს თუ დავეყრდნობით. ორ სცენარი გვაქვს. პირველი სცენარი ის არის, რომ თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაეცემა, ფედი არ დაზარდება, ესე რომ ვთქვათ, განაკვეთების შემცირებას და ჩვენ ველოდებით, რომ შეიძლება წლის ბოლომდე 4% განაკვეთის შემცირებაც კი ვიხილოთ, რაც ეფექტურ განაკვეთს ჩამოიყვანდა 3.5%-მდე, მაგრამ თუ არ მატერიალიზდება რეცესია, თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება, მაგრამ ეს არ იქნება კატასტროფული მდგომარეობა, როგორც ვახსენეთ, ჩვენ მეორე მხარეს გვაქვს გამაღლებული ინფლაცია. ამ ამაღლებული ინფლაციის ფონზე სავარაუდოა, რომ ფედი მხოლოდ 1-2% განაკვეთის შემცირებას შემოგთავაზებს. ესე იგი, რო შევხედოთ, ბეიზლაინი არის ისეთი, რომ თუ ძალიან ცუდად არ წავა საქმე, 1-2 ქათი გვექნება წლის განმავლობაში, მაგრამ თუ საქმე წავა ცუდად, ინფლაციის მიუხედავადაც გვაქვს მოლოდინი, რომ ფედი დააპრიორიტეტებს დასაქმების ბაზარს, დააპრიორიტეტებს ეკონომიკურ ზრდას და გვექნება შეიძლება ქონდეს 4%-ო განაკვეთის შემცირებაც კი რეცესიულ სცენარში და რეალურად ეხლა მე ორი კითხვა გამიჩნდა. ერთი კითხვა ეხება, რას იცი, ხო არ შეიძლება რომ ეკონომიკურ მაჩვენებლებში ჯერჯერობით time lag-ი ქონდეს, ეგრეთ წოდებული შეყოვნება. იმიტომ რომ ხშირად ახასიათებს ასე ვთქვათ, რომ ეხლა თუ გამოვა რაღაც მაჩვენებელი, ეკონომიკური მაჩვენებელი ის აჩვენებს დაახლოებით 3-6 თვის წინანდელ მდგომარეობას, ხო? და ხო არ შეიძლება რომ ეხლა რეცესიაში ვიყოთ, რასაც ძალიან კარგად გვაჩვენებს, ეს არის უკვე მეორე კითხვა, რომ job market-ი. იმიტომ რომ დაახლოებით ასე ვთქვათ, პირველ კვარტალში გქონდა 500,000-მდე გათავისუფლება სამსახურებიდან, კი ბატონო, რაც ასე ვთქვათ, საშუალოზე, რაც ზოგადად კვარტალში საშუალო ლეიოფები გვაქვს, იმაზე 2.8-ჯერ მეტია. და თუ ავიღებთ რეცესიულ პერიოდებში საშუალო გვაქვს დაახლოებით 400,000 გათავისუფლება და ხო არ შეგიძლია რომ აი job market-ით თუ წავალთ შეიძლება რაღაც რეცესიული მოლოდინები ქონდეს რა. ძალიან კარგი კითხვა არის ნიკოლოზ, მე ვფიქრობ რომ სპეციფიკურად ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ განვასხვაოთ ორი რაღაცა. თუნდაც იგივე ბაზრის დაცემაზე, რომელზეც მე ჩაგეძიები შემდეგ შენ დაგველაპარაკები, კარგად. ყველაფერი რაც დღეს ხდება, თუნდაც რეცესიული მოლოდინები, თუნდაც ჩემი პროგნოზი, რომელიც მეტწილად ნეგატიურად გამოიყურება და პესიმისტურად გამოიყურება, დამოკიდებული არის იმასთან, რა გგონია რომ იქნება. ამ ეტაპზე დასაქმების ბაზარი, ინფლაციის მაჩვენებლები, ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამოიყურება ჯანსაღად, გამოიყურება ისტორიულად ძლიერად, უმუშევრობა კვლავ ისტორიულ კონტექსტში დაბალი არის, ამიტომ ამ ეტაპზე დღესდღეობით მე ვერ ვხედავ რეცესიის ნიშნებს შეერთებულ შტატებში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც აი მაგალითისთვის მოვიყვანოთ, გასულ თვეში, ანუ მარტში 228,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამერიკაში, რაც ფაქტიურად 2024 წლის საშუალოს აღემატება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ჩვენ ვლაპარაკობთ რეცესიაზე, ვლაპარაკობთ ნეგატიურ მოლოდინებზე, ვლაპარაკობთ შიშებზე, ეს არ ნიშნავს რომ უკვე მომხდარია, ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ამ სატარიფო პოლიტიკას გგონია რომ ექნება ეს შედეგი. მაგრამ ჯერჯერობით მე ვიტყოდი რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა ჩვენი ლაპარაკის დროს არის მყარი და ძლიერი. ეხლა მე ვახსენე და აქციების ბაზარი და მე ვფიქრობ რომ ალბათ დროა უკვე რომ მაგაზე გადავიდეთ და მინდა რომ მაგასთან დაკავშირებით შენი პოზიციები გაგვაცნო და თქვათ როგორი მოლოდინები გვაქვს გითხრა. დავიწყოთ მოდი მიმოხილვით, რას ვუყურებთ, რა არის ყველაზე საინტერესო ჩვენთვის და რას უნდა ველოდეთ მომავალში რო გითხრა. კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო და
ესეთი ამოწურავი იყო, შეიძლება თქვი, ჩემთვის უკვე ყველაფერში გეთახმები და შემიძლია დავამსგავსო ესე ვთქვათ დღევანდელი ამერიკაში მიმდინარე პროცესები და ვითარება ეკონომიკულ Pearl Harbor-ს. სადაც ესე ვთქვათ არის ცეცხლი და ამ ცეცხლის ჩაქრობა საკმაოდ რთული იქნება საშუალო ან მოკლე ვადაში. იმიტომ რომ 2 აპრილს ტარიფების გამოცხადებას ძალიან ძიმე და სერიოზული ეფექტი ჰქონდა და აქციების ბაზრებზე დაახლოებით ესე ვთქვათ S&P 500 დაეცა 10%-ით, NASDAQ-ი ტექნოლოგიური კომპანიების ინდექსი დაეცა 12%-ით, დაახლოებით 15%-იანი ვარდნა განიცადა ჩინეთის ბაზარმა, ასევე იაპონია დაეცა დაახლოებით 10%-ით, 13%-იანი ვარდნა ჰქონდა ევროპას და ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდექსები, ინდექსების უმეტესობა არის შესული ეგრეთ წოდებული დათვების ბაზრის ტერიტორიაზე, bearish market ტერიტორიასაც ვეძახით. დაახლოებით ეს განისაზღვრება პიკიდან 20%-იანი ვარდნით, რასაც უკვე თითქმის მიუახლოვდით, მაგრამ არ ვიცით ეს ვარდნა აქ შეჩერდება თუ გაგრძელდება, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული გაურკვევლობა და ბუნდოვანებაა ამერიკის ბაზარზე შექმნილი. რეალურად ტარიფებმა მე ვფიქრობ, რომ აქციების ბაზარზე 3 რაღაცაზე უნდა იმოქმედოს, 3 რაღაც იქნება მნიშვნელოვანი. პირველი რეალურად ფაქტის წინაშე რაზეც დავდექით არის ის, რომ ესე ვთქვათ, ბაზრის მერყეობის ინდექსი, ვოლატილობას რასაც ვეძახით, VIX-ი, ეგ არის გაზრდილი, დაახლოებით ბოლო 5 წლის წინანდელი მონაცემების ყველაზე მაქსიმუმზე არის მისული, იმიტომ რომ ესეთი სატარიფო პოლიტიკა და ტარიფები ამ დონეზე არ ყოფილა დაახლოებით ბოლო 100 წლის განმავლობაში 1913 წელს იყო ყველაზე მაღალი, ესე ვთქვათ, ამ დონემდე ასული, ხო და ამან გამოიწვია ეს, რომ ბაზარზე არის ბუნდოვანება, გაურკვევლობა, ინვესტორების, ესე ვთქვათ, confidence-ი, ნდობა არის დაცემული, რაც იწვევს იმას, რომ ნაკლებად იღებენ განაცხადებებს თუ შევადარებთ მაგალითად 6 თვის წინანდელ პერიოდს, როდესაც ყველაფერი შედარებით ისე პოზიტიურად, სტაბილურად იყო და იზრდებოდა ბაზარი ზემოთ მიდიოდა. ეს ესე ვთქვათ, იწვევს ასევე ტარიფები იმას, რომ მომხმარებლების ხარჯაულიანობა არის შემცირებული და კომპანიების ხარეს კი კორპორატიული მოგებები, მარჟები ხო ეგრეთ წოდებული მარჟები და ასევე მოგებების შემოსავლების შემცირდება. უნდა გამოვყოთ ესე ვთქვათ მეორე თემა იქნება ის, რომ ესე ვთქვათ, ამერიკის აბასუხო ტარიფებს რამდენად მოყვება უკვე სხვა ქვეყნებისგან, როგორც მაგალითად ჩინეთმა მოაყოლა უკვე პასუხი, ესე ვთქვათ, ამერიკის ტარიფებს, რამდენად მოყვება ესეთი ტარიფები სხვა ქვეყნებისგან, იმიტომ რომ დაახლოებით 2018 წლებს რო შევხედოთ, ტრამპმა როდესაც ტარიფები დააწესა, მაშინ სხვა ქვეყნებზე, მაშინ 5%-იანი S&P-ს ვარდა ვნახეთ, ხოლო როდესაც სხვა ქვეყნებმა ამერიკას დაუწესეს, მაშინ ბევრად უფრო მეტი, დაახლოებით 7% დაეცა ამერიკის ბაზარი და ამიტომაც არ უნდა გამოვიცოთ, რომ ეს შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, S&P 500-ზე ძირი. ანუ შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ არ უნდა გამოვიცოთ ისტორიულად ესე არის ყოველ შემთხვევაში, როდესაც სხვა ქვეყნები ამერიკას უწესებენ, უფრო მეტად ან დაახლოებით ისე ვარდება, როგორც მაშინ, როდესაც ამერიკა უწესებს. ასევე კიდე ასევე ძალიან დაარტყავს სხვა ქვეყნები, როდესაც დაუწესებენ ამერიკას ტარიფებს, კომპანიებს, იმიტომ რომ მათი კონკურენტუნარიანობა შემცირდება საერთაშორისო ბაზრებზე, მათი პროდუქტების და ეხლა გადავიდეთ უკვე მესამე ნაწილზე, რაც არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ რეალურად მოდი ვთქვათ პირველი ის, რომ აქციის ღირებულება როგორ ანგარიშდება, ხო? ეს არის კომპანიის ესე ვთქვათ მოსალოდნელი ფულადი ნაკადების დღევანდელი ღირებულება, ხო? რაც არის შემოსავლების, ხო? კომპანიის საქმე წავა მომავალში რეალურად. ნუ დაახლოებით კი რა. და ეს ტარიფები ძალიან სერიოზულად ურტყავს კომპანიის შემოსავლებს. იქიდან გამომდინარე, რომ ანუ ხარჯები ეზრდებათ, რა თქმა უნდა და ამ ხარჯების ორი სტრატეგიული გადანაწილების გზა არსებობს. რა ერთი არის ის, რომ თავისთავზე აიღოს კომპანიამ, რითიც ესე ვთქვათ მოუწევს, რომ მოგების მარჟები შეიმციროს და ეს არის ძალიან სერიოზული წნეხი აქციის ფასის და მეორე ვარიანტი არის ის, რომ ეს ხარჯები გადაიტანოს მომხმარებლებზე, ანუ პროდუქტის ღირებულება გაზარდოს, საბაზრო ღირებულება, რითიც ვთანხმობთ იმას, რომ მის პროდუქტზე მოთხოვნა შემცირდება, ხო? რაც ასევე არის, ესე ვთქვათ, წნეხი აქციის ფასისთვის, ხო? ანუ საბოლოო ჯამში ტარიფები, ესე რომ ვთქვათ, ძალიან დიდ წნეხს წარმოადგენს აქციების ბაზრისთვის. აქვე ესე ვთქვათ, ინვესტორებისთვის ვთქვათ, რომ ესე ვთქვათ, ესეთი ვარდნა რისი გამახსენებელი, ეგრეთ წოდებული reminder-ი უნდა იყოს, როდესაც პორტფელში ვიხედებით. იმ ინვესტორებს, რომლებიც ესე ვთქვათ, long term-ში გრძელვადაში თვლიან, ესე ვთქვათ, თავიანთ პორტფელს და ესეთი პორტფელი უჭირავთ, ჩემი აზრით და სხვადასხვა ესე ვთქვათ,
დიდი საინვესტიციო ბანკის აზრით ეს შეიძლება იყოს ძალიან ხელსაყრელი მომენტი, რომ ხელახლა ესე ვთქვათ დაამატონ თავიანთ პოზიციებს და იყინონ ისეთი high quality სტოკები, რომლებთაც გააჩნიათ ესე ვთქვათ პროგნოზირებადი შემოსავლები, სტაბილური შემოსავლები, დიდი გრძელი ესე ვთქვათ ისტორია და ისტორიულადაც, როდესაც ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში ეს აქციები კარგად გამოიყურებოდნენ, ალბათ მაგასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, ხო ინვესტორებმა. რა თქმა უნდა და ნუ ერთ იმას დავამატებდი, რომ ასევე შეიძლება ინვესტორებისთვის ძალიან კარგი რიმაინდერი იყოს ის, რომ როდესაც შენ პორტფელში იხედები და თუ არ გსიამოვნებს ესე ვთქვათ შენ გაზრდილი ვალუტურობა პორტფელის ძალიან კარგი რიმაინდერი იქნება იმისა, რომ ხო არ გადახვიდოდი ნაწილი თანხით უფრო ნაკლებად ვალუტურ აქტივებში, ნაკლებად რისკიან აქტივებში, როგორც არის მაგალითად ობლიგაცია ან გარკვეული სექტორები. მინდოდა მეკითხა ნიკოლოზ შენთვის, ობლიგაციების ინვესტორებისთვის ან იმ ადამიანს შენ ახლა აღნიშნე, რომ არ არის აუცილებელი რომ იყოს ობლიგაციის ინვესტორი და შეიძლება პორტფელის აგების მომენტში ყველასთვის იყოს ობლიგაცია მომგებიანი სასურველი აქტივი. რა შეგვიძლია რომ თქვა ობლიგაციების ბაზარზე ამ თემების ირგვლივ და რა გავლენას იქონია შენი აზრით? ობლიგაციების ბაზარს ცოტა ხანში მივუძები, ჯერ სექტორებს ჩავშლი უფრო დამატებით. ნუ ერთი სექტორებზე რაც შემიძლია ვთქვა, ზოგადად ამერიკას რო შევხედოთ. ესე ვთქვათ, ესეთი მოცემულობა გვაქვს რა, S&P 500-ში შემავალი კომპანიების შემოსავლების დაახლოებით 59% მოდის ამერიკაზე, დაახლოებით 51% არის საერთაშორისო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლები, სადაც ძალიან დიდი ნაწილი უკავია ჩინეთში ვაჭრობას და სექტორულად რო ავიღოთ, ყველაზე მოწყვლადები ისტორიულად და დღესაც რო შევხედოთ, აღმოჩნდნენ TMT-ს, რასაც ვეძახით, ტექნოლოგიური სექტორი, მატერიალები და ტელეკომი, იმიტომ რომ მათ გააჩნიათ ყველაზე ესე ვთქვათ დიდი დამოკიდებულება საერთაშორისო ბაზრებზე და ასევე გლობალური supply chain მიწოდები ჯაჭვები აქვთ ხო და ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან არიან დამოკიდებული გლობალურ ურთიერთობებზე, სავაჭრო ურთიერთობებზე. ამიტომაც ძალიან დიდი დარტყმა მიიღეს, მაგრამ აქვე გამოყოფ ერთ მიმართულებას, რაც არის პროგრამული უზრუნველყოფა, იმიტომ რომ ისინი თავაზობენ ციფრულ სერვისებს და ყველაზე ნაკლები დარტყმა ტექნოლოგიებში ამ ინდუსტრიამ მიიღო. ალბათ იმიტომ რომ ეს არ არის პროდუქტი, რომელსაც გადასახადი დაემატება. ფიზიკური პროდუქტი არის, კი, მაგრამ გარკვეულწილად მათაც შეეხო გვერდითი ეფექტი ქონდა, მაგალითად, მათაც ხო ჭირდებათ ინფრასტრუქტურა, რაც არის გლობალოვანი სერვისები, მონაცემთა ცენტრები ან სხვა ესე თქვა ტექნიკის კომპონენტები, ხო? და გინდა არ გინდა გარკვეულწილად გვერდითი ეფექტი მათაც ქონდა. მაგრამ თუ შევადარებთ მაგალითად Apps და Microsoft-ი, რომელიც შედარებით ციფრულ სერვისებს თავაზობს, ან Adobe მაგალითად, მათ ბევრად უფრო ნაკლებად შეეხო, ვიდრე Apps, რომელიც გარდა იმისა, რომ ფიზიკურ სერვისებს თავაზობს, ძალიან სერიოზულად არის დამოკიდებული ჩინეთზე, ხო? მთელი მიწოდები ჯაჭვი, ჩინეთი, კალიფორნია, ხო? ამერიკა აქვს. ეხლა რომ გადავიდეთ თვითონ ყველაზე ძლიერები მდგრადები, რომლებიც აღმოჩნდნენ ამ პერიოდში, ესენი არიან ჯანდაცვა და ისტორიულადაც ეგრეა, ჯანდაცვა და კომუნალური სერვისები. ესე ვთქვათ, რადგან მათ აქვთ ყველაზე მეტი შიდა ორიენტაცია ამერიკის ბაზარზე, იმიტომ რომ იქ აქვთ ადგილობრივად მიწოდები ჯაჭვები, ნაკლებად არიან დამოკიდებული გლობალურ ვაჭრობაზე. დაახლოებით ესე ვთქვათ, 99% შემოსავლების მაგალითად მატერიალებს მოსდის ესე ვთქვათ ამერიკაში, ხო? და აქვე ესე ვთქვათ გამოყოფთ ერთ რაღაცას, რომ ფარმაცევტიკაზე ჯერ არ გამოქვეყნებულა კონკრეტული ტარიფები, არ დასაჯეროებულა. მეც მინდოდა მეთქვა, ფარმაცევტულ ბაზარზე იყო რაღაც სპეკულაციები ტრამპისტი პოლიტიკის სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია თუ რამე იგეგმება, ამიტომ ჯერჯერობით თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ იყოს ისტორიულად რო შეხედოთ, ტარიფებს ყველაზე კარგად ფარმაცევტიკა უმკლავდება მაინც. და აქვე დავამატებდი ერთ რაღაცას, სანამ ესე ვთქვათ, ტარიფები გასაჯაროვდებოდა, ზოგადად ტრამპი მოვიდოდა. უკვე ის შიშები ინვესტორებში გაჩენილი იყო, რომ ხო არ შეიძლება ბაზრის ვარდნა დაიწყოს, იმიტომ რომ ციკლად დაახლოებით 60 წელიწადში ერთხელ უწევს ხოლმე რა ვარდნა ბაზარს. ანუ უწევს რა, ანუ განიცდის როგორც წესი ესე ხდება, კი. და უკვე ესე ვთქვათ, ესეთი შიშები რო შეიქმნა ბაზარზე, ხედავდი
მივდივართ აციკლური სექტორიდან აციკლურ სექტორში თანხების, ესე ვთქვათ, როტაციას. ანუ ესე ვთქვათ, ინვესტორები პოზიციებს აფიქსირებდნენ ციკლურ სექტორში და გადმოდიოდნენ აციკლურ სექტორში. და ჩვენ თუ შევხედავთ, ესე ვთქვათ, ამ ბოლო პერიოდში ბევრად უფრო გამძაფრდა ეს სიტუაცია და ბევრად უფრო მყარად გამოიყურებოდა მაგალითად აციკლური სექტორი ვიდრე ციკლური სექტორი, რომელიც დამოკიდებულია ეკონომიკურ ციკლებზე და ეს ესე ვთქვათ, ტარიფების ინტენსიფიკაცია თუ მოხდა. მაგის განმარტება მინდოდა, რომ ციკლური სექტორი არის სექტორი, რომელიც ეკონომიკურ ციკლებზეა დამოკიდებული. ანუ ესე იგი დაღმავალი ციკლი თუ გვაქვს, ის ბევრად მოწყვლადი იქნება და ნუ აციკლურია სექტორი, რომელიც უფრო დაცული შეიძლება იყოს ესეთი ეკონომიკური აღმასვლა დაღმასვლის მიმართ. რა თქმა უნდა. მოკლედ ამერიკაში საკმაოდ ესეთი გაურკვეველი სიტუაცია გვაქვს, არ ვიცით, საერთო ბაზარი, იმიტომ რომ დამოკიდებულია შეიძლება ითქვას ერთ ადამიანზე, ტრამპზე, ძალიან მარტივად შეგვიძლია თავსა და მის განწყობლებებზე და ამიტომ ბევრი ინვესტორი თავს იგავებს დღეს დახარჯვისგან, ინვესტიციების გაკეთებისგან, ხოლო რაც შეეხება ევროპას და ტრანსაზასრო გავლენას ამ ტარიფებისას, ევროპას დაარტყა, შეიძლება ითქვას ყველაზე მეტად დაახლოებით 2.5%-დან 27.5%-მდე გაიზარდა ტარიფები ავტოწარმოებლებზე და საშუალოდ, ესე ვთქვათ, რო შევხედოთ გარკვეული ანალიტიკის მიხედვით და კალკულაციის მიხედვით, რომელიც დაცვლილი არის ხარჯ-გადაცემის მაჩვენებლებზე, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ესე ვთქვათ, რამდენად შესწევს ევროპულ ავტოწარმოებლებს, რომ ეს დამატებით ხარჯები ტარიფებით რაც მიიღეს გადაიტანონ მომხმარებლებს დააგისრონ. დაახლოებით ესე ვთქვათ, ამ კალკულაციის მიხედვით 6 მილიარდი ევრო შეიძლება გააქრეს EBIT-ის დღეს რასაც ქვია ავტოწარმოებლები რა ევროპაში. EBIT არის ესე ვთქვათ მოგება გადასახადებამდე და ინტერესამდე, ხო? და ნუ ესე ვთქვათ, აქ ყველაზე მეტად სენსიტიურები იქნებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც mainstream გადიან, მაგალითად Volkswagen, Mercedes, BMW, მართ ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ მოხმარებლებზე გადაიტანონ ეს ხარჯი, მაგრამ გამონაკლისები იქნებიან მაგალითად luxury შედარებით premium ბრენდები, როგორც არის, რავი, Porsche, Ferrari, Rolls-Royce და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ელასტიურობით შეიძლება გამოირჩევიან. მათი მოხმარებლები ნაკლებად მგრძნობიარეები არიან და სენსიტიურები არიან ფასის ცვალებადობასთან, ხო? პროდუქტების ფასის ცვალებასთან. ამასთან ერთად შეგვიძლია ვისაუბროთ ჩინეთის და იაპონიის ბაზარზეც. ჩინეთი ისტორიულად, რო შევხედოთ, ყველაზე ნაკლებ კორელაციაშია ამერიკასთან და როდესაც ამერიკა კლუბობს ჩინეთის ზემოთ მიდის, შემდგომ მოდის ჩინეთი, შემდგომ იაპონია და ესე თქვა ჩინეთს ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ იმ მომენტში, როდესაც 2 აპრილს ტარიფები გამოცხადდა, ჩინეთს საერთოდაც არ ქონია ისეთი ვარდნა, შედარებით ნაკლები ვარდნა ქონდა ვიდრე სხვა ბაზრებს, თუმცა როდესაც ჩინეთმა დაუწესა ტარიფები ამერიკას, დაახლოებით ორშაბათს გახსნის დღეს, ბაზრის გახსნის დღეს, დაახლოებით 10-11%-იანი ვარდნა ვიხილეთ ჩინეთის ბაზარზე. და იაპონია შეიძლება, ესე ვთქვათ, ძალიან კარგი ჰეჯი აღმოჩნდეს ამერიკის, იმიტომ რომ როდესაც ტარიფები გამოცხადდა, ყველაზე დიდი მოთხოვნა ვიხილეთ ესე შემდეგი რაღაცა დოლარის ვალუტა შესუსტდა და ვიხილეთ იაპონური ვალუტის გამყარება, იენის გამყარება. რაც არის განპირობებული იმით, რომ როტაცია მოხდა თანხების, ესე ვთქვათ, გარკვეული მოგებები დააფიქსირეს ინვესტორებმა ამერიკის ბაზარზე და ეს თანხები წამოვიდა იაპონიაში, როგორც წესი ეს ხდება ისტორიულად, რომ იაპონიას აფარებენ ხოლმე თავს, იმიტომ რომ იქ არის ძალიან ბევრი distress კომპანია, ინდუსტრია და მოკლედ ძალიან კარგი საინვესტიციო ისტორიულად ვიცი გვინახავს რომ ეს არის ხოლმე ტენდენცია რასაც კი ბატონო ეგრეა და ხოლო ეხლა რა შეეხოთ რომ ობლიგაციების ბაზარს შედაც ახსენდა კითხვა რაც იყო ობლიგაციების ბაზარზეც სერიოზული გაურკვევლობა შექმნა ტარიფების პოლიტიკამ იქნა გამომდინარე რომ დაახლოებით 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობა შემცირდა 0.13%-იანი პუნქტით რამაც ესე თქვათ ობლიგაციებზე ფასები გაზარდა და ეს იყო გაპირობებული იმით რომ ინვესტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ გადასულიყო შედარებით ურისკო აქტივებში ხო რაც არის ეს ვთქვათ ობლიგაციები სახაზინო ობლიგაციებიც ამერიკის სახაზინო ობლიგაციები კი ბატონო და ამიტომაც მოთხოვნა გაიზარდა ამ ობლიგაციებზე უფრო მოთხოვნა გახდა ფაზის ზემოთ წავიდა შემოსავლიანობამ დაიგო რაც ეს ვთქვათ ბუნებრივია ობლიგაციების შემთხვევაში ორ რაღაცას უნდა მივაქციოთ აქ ყურადღება ერთი არის როგორც ახსენე ინფლაციის გამძლეობა და ზემოწასვლა ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ
მოხდება ის, რომ ესე თქვათ, მომხმარებლები ხალხი მოითხოვს თუ ინფლაციაზე მოწავა უფრო მეტ კომპენსაციას თავიანთი თანხებისას, იქინა გამომდინარე, რომ მათ შეუმცირდებათ buying power, მსყიდველობა თუ ნორიანობა და ეს გამოიწვევს, რომ ესე თქვათ, ობლიგაციების ფასები ქვემოთ წამოვა და სავარაუდოდ ვნახავთ Fed-ის მხრიდან უფრო მჭიდრო პოლიტიკას, ვიდრე ველოდით და შე როგორც თქვი, ესე თქვათ, შეიძლება შემცირებას თუ მოელოდა, შეიძლება ეს შემცირება გადადოს. გარკვეულწილად არსებობს ესეთი, ესე თქვათ, მოლოდინებიც, მაგრამ მეორე შემთხვევა არის ისეთი, რომ თუ ეკონომიკამ შენელება გააგრძელა, ეკონომიკის დამშენელება გააგრძელა ამ შემთხვევაში, მოუწევს, ესე თქვათ, რომ ამერიკამ სტაგნაციის მდგომარეობიდან გამოიყვანოს Fed-მა საპროცენტო განაკვეთების კლებით, რაც გამოიწვევს იმას, რომ ესე თქვათ, ობლიგაციების ფასები კიდევ მეც ჩაგერთობინე ყველას როგორც აი ამ მომენტში ხე ჩვენი საუბრის მომენტში baseline სცენარი გვაქვს ისეთი რომ ალბათ 1-2 შემცირება მაინც გვექნება წელს ყველაფრის მიუხედავად და მერე ვიქნება უკვე დამატებით შემცირებები კითხვის ნიშნის ქვეშ სატარიფო პოლიტიკაზე დამოკიდებული. ამიტომ შენი კომენტარი რომ შეიძლება თქვა განაკვეთების შემცირების ფონზე გქონდეს გარკვეული ფასის ზრდა ობლიგაციებში და ობლიგაციის ინვესტორისთვის ეს იყოს საინტერესო, მეც ვფიქრობ, რომ რეალისტურია. და უნდა ითქვას ასევე, რომ გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციები ყველაზე მეტად სენსიტიურები არიან ინფლაციის მოლოდინების ცვლილების მიმართ. და ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი ასევე ნავთობსა და ოქროზე. ხო, მე მგონი ძალიან დაცემული ხა ნავთობი და ალბათ ყველა საინტერესებს რა. ნავთობი, მოდპიროლი ოქროთი დავიწყე. ოქრო ბოლო პერიოდში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ძალიან სერიოზულად გაიზარდა 2-3 წლის განმავლობაში დაწყებული COVID-ი და პანდემიიდან გაზრდილი ინფლაციიდან ამერიკაში რაც ჰქონდა ასევე უკრაინა-რუსეთის ომიდან და ესე თქვათ სხვა ფავრობებმა რო გადაწყვიტეს ოქროზე მომარაგება დოლარის თითქოს ანაცვლებს ოქრო როგორც ამან ავტომატურად გაზარდა ოქროს ფასი ხო და რა თქმა უნდა ეს გაურკვეველი ბუნდოვანი ფონი რო გვაქვს ამასთან ერთად კიდევ უფრო მეტად უბიძგებს, რომ ოქროს გაიზარდოს. დაახლოებით თებერვლის თვეში 9 ზედიზედ პიკი დააფიქსირა ოქრომ თავისი ფასის. რაც ესე თქვათ ნიშნავს იმას, რომ ოქრო ყველამ კარგად ვიცით, რომ ჰეჯად გამოიყენება, ხო, ზოგადად ბაზრის, ყველაზე ესეთი შედარებით უსაფრთხო აქტივია. ყოველ შემთხვევაში ინვესტორების აღქმა ხოლმე ესეთი, რომ როდესაც რისკი მატულობს და ოქროს რატომღაც ითხოვენ უფრო მეტ. კი ბატონო. და იმ პერიოდს რო შევხედოთ დაახლოებით, როდესაც ტარიფები გამოცხადდა, $3,167-მდე ავიდა 1 უნციაზე ოქროს ფასი, მაგრამ იმ დღეს რო ვიხილეთ, დღის საწყის ღირებულებაზე დაბრუნება. ანუ ვერ ესე თქვა გაიმაგრა ის ადგილი, სადაც ავიდა. ხოლო რაც შეეხება თვითონ ნავთობზე შედარებით გაურკვეველია, ოქრო თუ ესე თქვა შედარებით ყარად და სტაბილურადაა და ნავთობის შემთხვევაში შედარებით გაურკვეველია სიტუაცია დამოკიდებული, თუ რეცესიული მოლოდინები გაიზრდება ამერიკაში და ამის მოლოდინები გამართლდება უფრო არა? უფრო გამართლდება. ნავთობზე შეიძლება ითქვას, რომ თლად პოზიტიური ვერ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ისტორიულად ეგრეა, რომ მაღალი ინფლაცია, ეკონომიკის შენელება ყველანაირად აწვევა ნავთობს. მოიხსენება ხოლმე როგორც თითქოს სისხლი თანამედროვე ეკონომიკის, თუ თანამედროვე ეკონომიკა ჩერდება და სუსტდება, ნავთობზე მოთხოვნაც ყველა ვარიანტში ეცემა. მოთხოვნა ეცემა კი ბატონო. და ეხლა ძალიან საინტერესო იქნება რატი ერთი რაღაცის მიმოხილვა. ეს აქტივთა კლასები მე რა ჩამოთვალე და ესე გავშალე, ყველაფერი ერთობლივად დამოკიდებული არის დოლარზე, ხო? დოლარ ვალუტაზე. და რა მოლოდინები ან რა რეაქცია ქონდა ევროპის მიღებული განაცხადებაში. აქტივთა კლასები და პლუს დავამატებ ბოლოს რო ისაუბრე ოქროსა და ნავთობზე, ოქრო და ნავთობიც ძალიან დამოკიდებული არის დოლართან, როგორც წესი დოლარი რადგან არის შემოსავლიანი აქტივი განსხვავებით ოქროსგან, ხო, რომელიც დივიდენდებს არ იხდის, ესე რომ ვთქვათ. როგორც წესი, რაც უფრო ძლიერია ხოლმე დოლარი, მით უფრო სუსტდება ოქრო და ასევე ნავთობთან აქვს ესეთი კავშირი, რომ ნავთობის ფასი რადგან დოლარში ივაჭრება, ძლიერი დოლარი ასუსტებს ნავთობის მოთხოვნას, იმიტომ რომ ბევრის გადახდა გიწევს ამ მომენტში. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ჩვენი მოლოდინი დოლართან დაკავშირებით როგორია, მე მინდა რომ მსმენელსაც გავახსენო და შენს ალბათ გემახსოვრება, რომ ტრამპის გამარჯვების ინფორმაცია რომ მივიღეთ, ძალიან გაიზარდა უცებ დოლარის ღირებულება, გამყარდა თითქმის ყველა ძირითად ვალუტასთან დოლარი და პრინციპში ნოემბრიდან ახალ წლამდე ალბათ
ძალიან გაიზარდა, რამდენი 7 თუ 8%-იანი ზრდა დადო თუ არ ვცდები დოლარის ინდექსზე ვლაპარაკობ ახლა მე რომელიც დოლარის სიძლიერეს ზომავს სხვადასხვა პარტნიორ ვალუტებთან და მე ბოლო ხანებში ახლა გვაქვს სერიოზული ვარდნა ისევ დოლარში, ევრო მაგალითად გაძლიერდა ისევ დოლართან, ფუნტი გაძლიერდა ისევ დოლართან და თითქოს აი ეს ზრდა, თითქოს აი ეს სარგებელი რაც დოლარმა დაიჭირა ტრამპის გამარჯვებიდან ფაქტურად გაანიავა და რატო ხო რა ხდება და საქმე იმაშია რომ მიუხედავად სატარიფო პოლიტიკის პოზიტიურობისა დოლარის მიმართ, იმიტომ რომ იდეაში ინდუსტრიას თუ ვიცავთ, თუ ამერიკის პროდუქტიულობა იზრდება, თუ ამერიკის ინდუსტრიები იზრდება, თუ იმპორტულ პროდუქციას ნაკლებს მოიხმარენ ამერიკელები, ეს ნიშნავს, რომ ნაკლებს მოითხოვენ ასევე უცხოურ ვალუტას, ხო? ანუ ამის გამო შესუსტდება მოთხოვნა უცხო ვალუტაზე, გაძლიერდება მოთხოვნა დოლარზე და ეს მთელი ისტორია, რაც ჩვენ თავიდან მოვყევით, უნდა იყოს პოზიტიური დოლარისთვის, მაგრამ ეს ამ ყველაფერს აქვს ესეთი არსებს გამონაკლისი, ხო, to the extent, ან რაღაც დონემდე. როდესაც სატარიფო პოლიტიკა ხდება ძალიან ძლიერი, ბუნდოვანი, უკომპრომისო, როცა აღარასხვავებს მეგობარსა და მტერს, ასე რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი იმდენად ზრდის გაუგებრობას, იმდენად ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რომ თვითონ შეერთებული შტატების მიმართ არის ახლა კითხვები, ჩვენ ვილაპარაკეთ რეცესიის შესაძლებლობაზე, ჩვენ ვილაპარაკეთ აქტივების კლასებში გამოწვევებზე, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ინვესტორებს უბიძგებს, რომ ორჯერ გაზომოს, სამჯერ გაზომოს, სანამ ეცდებიან, რომ აიღონ ექსპოჟერი ამერიკის მიმართ. ამიტომ ეს დოლარისთვის საბოლოო ჯამში კარგი აღარ არის. რა ხდება ახლა, როგორია ჩვენი პროგნოზები უახლოეს პერსპექტივაში, სამწუხაროდ დოლარის სიძლიერის პერსპექტივას ამ სატარიფო პოლიტიკაში ვეღარ ვხედავთ, იმიტომ რომ ეს არის სატარიფო პოლიტიკაც არის და სატარიფო პოლიტიკაც ესე რომ ვთქვათ, ხო, ანუ ეს არის ფაქტობრივად სავაჭრო დაპირისპირება, რომელიც თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ გადაწყდება, რის იმედიც ჩვენ გვაქვს, დოლარისთვის ეს საბოლოო ჯამში ახლო მომავალში და ერთწლიან პერსპექტივაში გგონია რომ უფრო ნეგატიური ფაქტორი იქნება. ამიტომ მე ესე გაგცემდი პასუხს კითხვაზე, რომ თუ მოლაპარაკებებს არ მივაღწევთ, თუ სატარიფო პოლიტიკა ასეთი მტრული გაგრძელდა, დოლარის მიმართ ჩვენ კეთილგანწყობილები ვერ ვიქნებით მინიმუმ წლის ბოლომდე მაინც ვფიქრობ. რატი ძალიან საინტერესო იყო, მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის, ესეთი ამომწურავი, ესე ვთქვათ, პასუხებისთვის. მე მგონი დღეს ჩვენი ეპიზოდი დასასრულს მივუახლოვდა. კი, ყველაფერი შევეცადეთ, რომ ესე ვთქვათ, დაგვეფარა. მადლობა პირველ რიგში, რომ გვისმენდი, თუ დამატებით გსურთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ სატარიფო პოლიტიკის შედეგების შესახებ და ასევე ბაზრების რეაქციებსა და სამომავლო პერსპექტივაზე, შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს კვლევას, რომელიც ვიდეოს აღწერაში ბმულის სახით იქნება მითითებული. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.